ძალიან მაგარი ფოტო გავიჭი და ვაშაძის რა, მინდა განახო რა, მე პროსტ ფოტოს რო შევხედე, აი, თუ შეიძლება, აი ისა მანქანით რომ მიდიხარ და ლოსი რო შეკვდება ყოველთვის წინ. და ფანჯრიდან რო გიყურებს, ფანჯრიდან რა იგრი არ არის. კატასტროფა, მართლა თან რაც მთავარია. და რას წერს? ესე ჩვენ ვართო, ჩვენ გვაკლია შეკრულობა. შეკრულობა ყოველთვის აკლდათ ამათ, იმიტომ რომ იქ არიან გაერთიანებულები ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ. ორგანულად მიუღებლობა აქვთ ერთმანეთის და რაღაცა ერთი მამნებლობის ირგვლივ არიან შეკრებილები. ეს არის ძალიან ფართო ტაიმი. ეგრევე დაშლადია, მაგრამ ერთადერთი შეკრული კუჩში შეიძლება იყოს ეს გაერთიანებული ოპოზიცია, ეხლა თორე გახსნილები არიან, მუდმივი გახსნილობა აქვთ კუჩში რა, ბაღარათი აქვს მუდმივი რა. მაგარია. ეს გიორგი ვაშაძე განსაკუთრებით მაგარია. აუ ის ვიდეო თუ ნახე, მე მაქვს ეგ ვიდეო და მოვჭერი სპეციალურად. ხო ამბობს რა ხალხი ჩვენ გვხვდება და ხალხი ესე გვიზიარებს თავის აზრს და ამ დროს კადრი გადის და ეს მოქალაქე ქალი მიდის და ეს ხელი ხელი ჩამოართვას და ასეთი ძალიან ბევრი ვიცი. ანუ ეს კადრში დაფიქსირდა და მე აი საბურთალოზე რომ დადედა, მე საბურთალოზე ცხოვრობ და მეგობრები მეუბნებოდნენ მოვიდე და ფლაიერებს არიგებდა და ნუ კაცშული ზედა რო. ისე რა უხერხულია რა კაცის ხელს რო გამოგიწვის და რო ჩამოგართვეს. არც შემოხერა, არც შევხედა. ხო, წარმოგიდგე, ეხა მაგათთვის ეს უხერხულობა არაფერი არ არის. აი შეაფურთხო და წვიმა მოდის რო ითქვა და აი ხალხია, ერთხელ ხალხი ხო ეთყობათ ხა ქუჩაში რეებსაც საკადრებენ და აი თითქოს არაფერი რა. ის ვიდეოც გამახსენდა ხო როგორ იყო ეს ინტერვიუს რო იძლებოდა და უკან რო არც ზურა არც გიჩ და არც ჯაფარიძეს რო აგინებდნენ ხო უკან და არა ეს არ აგინებენ შემოგზავნილები არიან. ყველა შეგზავნილი ვისაც არ უყვარს ხო. ტროლები როლები და ბოტები რაც არ მოწენთ ხო ტროლები და ტროლის არც ერთის მნიშვნელობა იცით და არც მეორეს იმიტომ რომ ეს არარეალური პერსონაჟია თვითონ ყავთ ცეხები და ქარხნები რომლებიც აბულინგებენ ამ ჟურნალისტებს დადიან კედელ არეპორტებენ აი ეს არის ტროლი და ბოტი და ხა ოჯახის სიწმინდის დღეზე ამდენი ხალხი რო იყო გამოსული ჩვენები გადავდეთ და სულ ტროლები და ბოტები ვარ თუ აქვისაც ხედავთ თიდა მოკუჩავას ამბავი მინდა რა ანუ ესეც ნუ აი უტიფრენის აი არ ვიცი რა, აი ნახე რას წერს რა. დამისახელეთ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც 2003-დან 2012 წლებში იყო პატიმრობაში და პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა ასეც ვერ დაასახელებდა და თან რა თვალებით იყურებათ რა, აი ეს ისტერიული გოგოა ძალიან და ნერვიულია. კამსამოლკა რა, სპორტსმენკა კამსამოლკა ეგ არის. იმასთან ერთად რომ ხა გია ჩვენ ყავდნენ ეს პატიმრები ისეთ დღეში ყავდათ ადამიანები, რომ ალბათ რაღაც მომენტში ჯობდა რომ პატიმრები ყოფილიყვნენ. არა, რამდენი სიცოცხლე შეიწირეს. კი ბატონო, კი. აი, რამდენი ოჯახი დაანგრიეს რამზე და ნახე, პატიმრები კი არის, ყველას გვახსოვს ვინც არის, მაგრამ აი ის მიღმა ხო ადამიანებს რას უკეთებდნენ და ამას მე რომ გამოდიან და ისე უწყინარი ან ნევროზიანი ტიპი, არ ვიცი, ვერ ვიგებ მაგას. არა, ეხლა დაუკონკრეტოთ მაშინ რა, ხო, ერთი მითხარითო, ხო იძახის ის თინა მოკუჩო, რომ ერთი პოლიტპატიმარი მაინც მითხარითო რა, ეს უტიფარი გოგო რა. ირაკლი ბათიაშვილი ხალბატონო თინა. იყო პოლიტიკური პატიმარი. სულხან ბოლაშვილი. ნაწამები ხალხი იყო პოლიტიკური პატიმარი. დავით მირცხულავა, ხალბატონო თინა, იყო პოლიტიკური პატიმარი. აი ამ სისულელეებს რომ წამოროშავთ ხოლმე. იქვე, აი მე 5 წუთში რომ ტყუილში გიჭერეთ, ეს თქვენთვის არ ფსერდიშ თავს. არა. თან რაზე დაიჭირეს ირაკლი ბათიაშვილი გახსოვს? ინტელექტუალური მხარდაჭერაო. ანუ სიგიჟე იყო ეს სრულ ნამათი ეს ტირანია ეს ცალკე ამბავია მაგრამ უტიფრობა თან ამ გოგოს იყონთ ამ გოგოს აქვს რაღაც განსაკუთრებით გამორჩეულად ბოროტი ისტორიჩკა ბოროტია რა და ეს ეგრევე იკითხება ყველა მაგის განცხადებაში და ესეთ ადამიანებს ეს არ არის ხა ეს რო არა გაკეთდა. რა მახსენდება ეს კომკავშირი გოგოები რო იყვნენ კოპაშვილი დიუნები ხო? ტავარიშ ჟენშინა. ეგ არის რა. სახეზეც ეგ არის ხო? აი პუტინის შვილი ვიტა. არა.